შეკითხვა რაც შეეხება ჩემს დიპლომატიას და ჩემს წარმატებულობას, კარგი იყო რომ მთლიანად გადაღებულიყო სტრასბურგში ჩემი ვიზიტი. როგორი გაუგნებულად მეყურებდნენ იქ ახშამზე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის წევრების, როგორ მეგობრულად თითქოს 100 წლის ნაცნობები ვიყავით მე და მინიონი, როგორ მარტივი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენ და მე ძალიან მარტივად მოახერხე ყველა ლიდერთან დამეგობრობა. და აბსოლუტურად პირიქითაა ყველაფერი. და თუ შეიძლება ვიზით წარმატებული დაერქვას და დიპლომატია, მე ვფიქრობ რომ მაქსიმალური ქულები დავწერე ყველგან. ეხლა ამ წუთში ვთქვი რომ უარგუმენტოდ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ოპოზიციონერები დღეს, ისინი საბუთებს აღარ ეძებენ, ამბობენ სათქმელად თეთრს შავს, ეს იყო მათი მანერა და აქ რჩებიან დღესაც. ეს საუბედუროდ მხოლოდ მათთვის, ქვეყნისთვის ეს უბედურება აღარ იქნება. რაც შეეხება ჩანაწერს თქვენ ბრძანეთ ომის შესახებ განეხილება თუ არა, ცენტრალურ მოხსენებაში ეს იქნება გენერალური მდივნის 2009 წელს და 2011 წელს ზუსტად ესეთივე სიტუაცია იყო. მაგაზე განმარტებები ძალიან ბევრჯერ გაკეთდა და ამაში არავითარი ტრაგედია არ არის, ეს საკითხი განიხილება და დაისმება შესატყვის დონეზე. ყველაფერი ნორმალურადაა.